გამარჯობათ მოგესალმებით. და ცოდვადაცემის შედეგად ნელ-ნელა სხეულს შეეტყვეგ. რაც უფრო შორდება ადამიანი ხამერს ნელ-ნელა აირეკლება, მის სხეულზედაც აირეკლება. სტუინზე ხო აირეკლება და აირეკლება. მეტყველი დებილი. ამას დაახლოებული ადამიანი ერთ სიამონება. მე მომისმენია და წამიგითხია ისეთი ადამიანები, ვინც მუდამ აუ რა მაგრები არიან ისე რა. მელა სიტყვა არის სიბრძნე. აი ვინც ღმერთთან ეს წიგნები ხო შემონახულია გასულ ჩემთან. აბა ახლა ჩემთან კი არის ღმერთს. არა მარტო ცოცხალ ღმერთზე. უბრალოდ ადამიანი რომელიც მაღალ თან აი მეტაფიზიკურ აი ჭორეტებიდან იღებს რაღაცა სალაპარაკო მასალას იმის იმოსმენაც რასასიამოვნო იცით. აი საკრატე ალბათ ყველაზე ლამაზი კაცი იყო. ფიზიკურად იცით როგორი იყო ხო რა ჩვენამდე მოაღწია განუცემით ხო. მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. აი ეს მისი სული არ იყო სილამაზის განსახიერება. აი ეს თანაც ეს პიროვნება არის ემპირიულ სამყაროზე აღმატებული იყო. და ახლა მithumetes ქრისტიანი. ქრისტიანი. გარდავიცვლები და ჩვენი სული გაკეთილშობილებული, გამაღლებული, გამოსყიდული შეიმოსება იმ სხეულით, როგორც სულიც აქვს. გამოსყიდული ადამიანის სხეული ვერ დავეთანხმებით რომ ლამაზი იქნება. მე იქ ვერ ივლით ახლა იმ პლასტიკურ ოპერაციებს გამორიცხულია. ხო ყველას გინდა ცილამაზე. წინელოდება ადამიანს გამოსყიდულ ადამიანს ეს. აქ ხომ მახინჯია ადამიანის სხეული და უცებ ქრისტეს შეხვდა. აი წარმოიდგინეთ. ისე სხვათა შორის თუ გაინტერესებთ თუ ესე ვთქვათ ქრისტე ამ ცოდვილ სამყაროში ვინც ქრისტე გაიცნო და ორი კატეგორიის ადამიანები ერთი ფორმით ლამაზი არის, მეორე ფორმით მახინჯია. აი ორივე წარმოიდგინეთ სულით ლამაზია. ხო, მაგალითად თან სხეულით რომ ლამაზი ფორმა გადა და სულით რომ მისი ადეკვატური არის. მაგრამ ეს იხრწენება, ეს იცის, მაგრამ ხო და უფრო მეტი ქრისტიანი სხეულით არ არის ლამაზი. აი გადახედეთ აი კონკურენციაში რომ მონაწილეობენ და მე შესწორებები რო შეაქვთ. რა შესწორებები უნდა შეიტყო ერთ-ერთი ცხვირი რო უკეთია მთელ მსოფლიოს და ტუჩები რო ყველას დაბერილი აქვს იმის მეტრებში და სანტიმეტრებში. უკანალები აწეული ძუძუები რაღაც აი ეს კი ვერ ხვდებიან რომ ცოდვის შედეგია და გინდა ხო სილამაზე. რამდენ ხანს უნდა გადამოიჭიმო რას გადასაჭიმი გაქვს. ზეგი სილამაზგენ მისწრაფება რატო გვაქვს? იმიტომ რომ თავით ღმერთმა ლამაზმა ღმერთმა შექმნა არსება ლამაზი და ულამაზეთ სამყაროში მოგვათავსებ და ცოდვის შედეგი აბატონო. გამრუდებული თან და სულ მახინჯდებით. ახლა ეპოქებს რო შევადაროთ, გაცილებით უფრო ლამაზი იქნებოდა წარვლამდელი კაცობრიობა, ვიდრე წარღვნის შემდგომი. მერე უფრო რაც უფრო შორდებით ეპოქა, უფრო და უფრო დღეს 21 საუკუნეში უფრო მახინჯი არსებები ვართ მთლიანობაში. ნუ გეწყინებათ რა. ვიდრე მაგალითად ნოეს პერიოდი. და უფრო მახინჯების შემოვლენ. და ამიტომ გაძლიერდა პლასტიკური ოპერაციები, გადაკეთებები, გადამოკეთებები. და საერთოდ ერთი ფაბრიკიდან გამოსული ხალხია. დედისაშო და ყველა გამოდის მახინჯი და მე ერთ ფაბრიკიდან ყველა გამოდიან ვითომ ლამაზები. ერთ თარგზეა ყველა მოჭრილი თუ დააკვირდებით რა. განსაკუთრებით ტელევიზიაში ყველა ერთმანეთს აგავს. აი მაგალითად შორენა მეგაშვილი ძალიან გავდა, კაცი რო გადაკეთა და მომკვდა ხო გახსოვთ ის ბესორო ერქვა და კესორო დაერქვა აბრამიც. ტელევიზორში შენახეთ, ერთ და იგივე სახეები იყო. ხო, ერთი მდედრობითი სქესის არის, მეორე ფორმით მდედრობითია, შინაარსით მამრობითი. რო გადაიკეთა იმან ტრანსგენდერი აბრამიძე კესარია. ბესო კესოთ რო გადაიქვა. აი გინახიათ სახეები, ერთნაირი სახეებია. ესე იგი ადამიანს აქვს მისწრაფება სილამაზ ძალიან კარგი ესეც უნდა იყოს, მაგრამ ღმერთის გარეშე მერე რა ხო იმან მიწაში გაიხსნა მისი გვამი საერთოდ ახლა რო ამოთხაროთ ალბათ ყველას გული აერევა. ან კესარია აბრამის. ხო ლამაზი იყო, ფორმით მართლა ლამაზი იყო, არ უნდა უარყოთ ეგ. უბრალოდ რო იცი რომ ეს გადაკეთებულია ცოტა რაღაც ისა გაქვს, რაღაცნაირი გწნობა გეუფლება პირველ ეტაპზე, თორე ისე ფორმა ლამაზი ხო იყო. ეს ხელოვნ ადამიანი ჩაერია მაგაში გადააკეთა კიდე, სქესი შეუცვალა, ბუნებით ფორმა ლამაზი იყო, ხულთ მამაკაცი იყო, ესე მამარად დაიბადა და პატარა შესწორებები შეიტანეს.
აღარ წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი ქალი რომ მახინჯია, როგორ ცხვირს აუწევენ, დაუწევენ, მოუჭრიან იქ, რა ვიცი, ფეხებს რაღაცას უგრძელებენ, ხო, დუნდულებს აუწევენ, მე რაღაც დაუნიშნავენ. რა თელი ამბებია რა, რომ რაღაცა ესეთი რაღაცა თოჯინას დაამსგავსონ და თუ დააკვირდები ძალიან ხელოვნური ადამიანები არიან და მაგ თვალით რო უყურებ რაღაცნაირი განცდა მაქვს, აი განსაკუთრებით ტელე წამყვანები რო არიან. საქართველოს არ იგულისხმება საერთოდ. აი განსაკუთრებით ამერიკული ტელე წამყვანებს. ბიჭო რა ხელოვნური სახეებია. რაღაც გაშინებს იცი თქოს ეს მექანიკური არის. თქოს სიცოცხლე დაკარგულია. მართლაც პლასტიკური ოპერაციებით შექმნილი ადამიანი საშიში არის. ბუნებრივი სახე მაგარი რამეა. როგორ გვეშინია ბუნებრივი სახეს, იმიტომ რომ დავმახინჯიდით ჩვენ. ხო, რომ გავალამაზოთ ჩვენი ფორმები, თუ ეს არ არის რაღაცა პათოლოგიური გამოწვეული რაღაც იმით რაღაც დავანტყოფებით, მაშინ სულის განახლებით რომ მოირგებ ამას, ლამაზი იქნება ეს სხეულიც პროპორციებში, აი სული გავს ისეთ რამეს, აი დაჩუტული ბურთი ლამაზი არ არის. აი დაჩუტული, აი ესეთი საფეხბურთო ბურთი რა. რომ გაბერი გარკვეულ დონეზე და გალამაზდა. აი ფორმა აქვს. და მოგინდა აი ხელში აათამაშო. დაჩუტული რას გავს? ზუსტად ესე ვართ ჩვენ. აი სულით ესე იგი ჩვენ დაბერილი ვართ. ამ სხეული როგორც ბურთს რო შევადარი და გაალამაზდება. თუ რაღაცა ბრაკი არ არის, როგორც ბურთი არ იყო ბრაკი, უბრალოდ იყო, მაშინ არ იყო ჰაერი, ხომ? სული არ არის ჩვენში. უნდა განახლდეს. და განახლებული სული, აი ეს სხეული თუ გაქვთ, ძალიან დაჩუტულ ბურთს რო შევადარი, ამას ეს კარგ იმაში ჩარჩოებში მოაქცევს და აი ეს არის სილამაზე. და ვისაც ეს არ აქვს, ესენი რასაკეთებენ სულმკვდარი ადამიანის სხეულის სილამაზებს. მაგრამ ეს ფაბრიკული წესით არის და გულისამრევი არის. მაქვს მიდრეკილება სილამაზისგან, რა თქმა უნდა, კარგია. მე იცით ამის ავტორი ვინ არის? ეს კი არ არის იქ რაღაცა ვივა მედიში რო დარბიხართ ხალები. და სილამაზე სალონში რო დარბიხართ. და ქვეყანა ფულს ყარით. არ გიშველით ეგ არაფერი, ეს დროებითია. მაინც მიწას დაგაყრიან. და მაინც მატლები გელოდება თქვენ სხეულს. ყველა ჩვენ სხეულის მატლები ელოდება. იმათაც ხომ უნდა საჭმელი. ყოველთვის გახსოვდეთ ეს. ნუ ტრაბახობთ თქვენ სილამაზით. ნუყრით ბევრ ფულს, ცოდვით და სხეულს. მოვლა და ჰიგიენა აუცილებელია, მაგრამ აი ეს გადაკეთება, გადმოკეთება, რაღაცა თმების ჩასმა. კაცებს რა გამოვიდათ ისე რა. დათო კენჭიაშვილმა საწყომა გაუბედურმა თმები რო ჩაისვა, საცუდავი, საწყალი ისე რა. დათო შენ თმები სულ არ მაინტერესებს იმღერე რა. თმები კი არ მღერის. მაგრამ როგორი მოცემულობა იცი, არა, კამერასთან ახარ უნდა რა. ხო, რაღაცა ყურები ძალიან ისე ქონდა, პარტყუნა და ეტყობა თმები ჩასმით ისე, ხო იცით, ზოგს ძალიან მელოდი თავი რო სათვალის სულ თავი მასზე აქვს ადებული რა, რომ აქეთი რაღაცა ეს კომპოზიციაც, ესეც კომპლექსია. თუ გინახიათ, ძალიან ბევრს მელოდ თავზე, სათვალე მზის სათვალე ყოველთვის როცა კამერასთან ზემოთ აქ აწეული და ეს თავს დადებული მასავით რაღაც თითქოს ეს ზღვარს რო გაავლებს. ეს ყველაფერი არის ცოდვის შედეგი, კომპლექსი გვაქვს ჩვენი გარეგნობისა. და რატო არა გაქვთ კომპლექსი უტვინობისა? ჭკუა რომ დამახინჯებულია და ტვინი საერთოდ არავის არ აქვს. რატო სულიერი სილამაზე და ინტელექტუალური სილამაზე რატო დაიკარგა? არა სულ იმაზე ვართ, რომ რაღაცნაირად იცი გამოჩდეთ ლამაზი და არიქა უთუბას სწორედ ეს გააკეთა, დააჭდებიან სახეს იმას იზამენ ამ ფოტოშოპებით, აი და ყველაფერს გაილამაზებენ, დადებენ და მოგატყვებენ შეფთები ცხოვრებაში და გარწყევა მოგინდება რა. ინდაცაც უდავია ადამიანი. არ გამოფიმას სილამაზე, მიდრეკილება რო გაქვს კარგია, მაგრამ თუ გიფიქრია ამის ავტორი ვინ არის? და რატო დაშორდი იმას? ხო კარგია სილამაზე. მაგრამ ღმერთია ამის ავტორი და შენ იმას უარყოფ და დროებით სილამაზეს ვიღაცა სულეთან რო დადიხარ. ბიჭო, იწამე ესა და ერთვენიერ დღეს სილამაზის სალონი არ დაგჭირდება, იქნები ლამაზის სხეულით შემოსილი, თუ ამის ადეკვატური სული გაქვს უკვე აქ მოპოვებული. თუ არა დარფელი არ გამოვა. ჩვენ ვდით ყურადღებას მაგიტომ აქცევთ ღმერთის სიტყვას, რომ ჩვენი აზრებიც გაალამაზოს. გონიერება
შეგვძინოს და ამ სამყაროში სწორი წარმოდგენებით ვატაროს. თან მეგზურად ის იყოს და მას ჩავეჭიდოთ ყველა მოვლენები მასთან ერთიანობაში მოვაწესრიგოთ. და ის არის ყველა მოვლენის კარგად ახსნილი. თავარია ვიცოდეთ კითხვის მეთოდი, როგორ მოვძებნო თანამედროვე მოვლენების გარკვეული პარალელები ბიბლიაში. ეს ხო ყველას უჭირს. მანდამაინც რა მოძებნეს ის ბომბი რო ჩააგდო ამერიკამ, აპოკალიფსი. მესამე მსოფლიო ომი. აი ვისაც უნდა დავინესლავი, არც მესამე მსოფლიო იქნება და არც არაფერი არ მოხდება. დედის ზესავილი შეირიგებს ირანი რაც შეირიგო ეხლა. თუ გაახურებს, საერთოდ მისი ბუნდღა არ იქნება. აი აგერ მე და აგერ თქვენ. აი გაახურებს, მithوارეს იმისთვის. ხო, ახლა 92 მილიონს თუ გაწირავს ეს დეგენერატი მთავრობა, მაგარი დებილები ყოფილა, იმიტომ რომ არ არის გასაწყვეტიერი, ლამაზი ხალხი არის, გონიერი ხალხიც აყავთ. ხო, ეს რესურსი გამოსაყენებელია მსოფლიოსთვის. როცა ეს ინტეგრაციაც მოახდენს მსოფლიო იმაში, იმიტომ რომ არიან ირანელები ამერიკაში, ხო არ გონიათ ის აითოლას გამოიქცნენ ეგენი. არიან კანადაში, არიან ამერიკაში, ძალიან ლამაზი ქალები ყავთ, კაცები, გონიერები არიან, ჭკვიანებიც არიან. გამიგეთ, რო შეხედავთ, იცით რამდენი რა კაი გარე, აი თურქებზე კაი გარეგნობა აქვთ, რო იცოდეთ. მამაკაცები, კარგი მამაკაცები ყავთ, იცი, ლამაზი კაცები ყავთ. ქალებიც, აი ქალები ქართველებს გვანან ის, აი ცოტა ხორციანები და მაგრამ თვალწარბი აქვს ძალიან ლამაზი. ხო. თან ბევრი, ცოტანი კი არა. ასე რომ არ არის ეს ხალხი გასაჟუჟი ხალხი და თუ გაჯიქდება აითოლასთან იქნება ყველა ღმერთი დაუშვებს გაჯიჯვას ახლა ულამაზესი ხალხი არ დახოცა ღმერთმა როცა მისინება არ შეასრულეს წარღვნას იქ რა მახინჯები იქნებოდნენ სულ წარღვამდელი გარემო უფრო კარგი იყო და დიდხანს ცხოვრობდა ხალხი ძალიან დიდხანს 800 წელი ძალიან ლამაზებიც იყვნენ და მართლაც ისეთი ლამაზები იყვნენ რომ შედიოდნენ უხთონი ამ ლამაზ აი ღვთისმსნიერები შედიოდნენ უხთოთა ქორწინებაში და მაგას ცოდვის გამრავლება მოყვა რომის შედეგი წარღვნა იყო. ასე რომ სილამაზე დასაგმობი კი არ არის. ლამაზია დედამიწა, ლამაზია კარგი ადამიანებს რო ხედავ და რა თქმა უნდა მახინჯები. მაგრამ რა არის სიმახინჯე რა არის? რის ბრალი ეს გენეტიკის გადაგვარება? რა იწვევს ამას? აღარ ვაქცევთ ყურადღებას, სისხლის აღრევა, ქორწინებაში დაქორწინებები, სპერმების ყიდვა. სპერმას ყიდულობს ქალი და უამრავი ხალხი რაღაცა იმასავით კამფეტივით რო ყიდულობს სპერმას და ბავშვებს აჩენ და ნაყიდი სპერმით, ერთი სპერმით სხვადასხვა ერში გაჩნდა ადამიანები. ესენი ერთმანეთს შეხვდებიან, დაძმები და დაქორწინდებიან. იქიდან ნორმალური გამოვა ვინმე? თუ ფიზიკურად იქნება ნორმალური, ფსიქიკურად იქნება მომშლენილი. საერთოდ როგორ უყურებენ იცი რომ სულაბრი გადახაზეს. ამიტომ საფრთხო წერილი ეს არის ამ ველურთა გარემოში გზამკვლევი. არ გინდათ ეს გზამკვლევი, არ გინდათ ეს კომპასი? კაი ბატონო, იარეთის. და დიდხანს კი არ ვიქნებით. მაქსიმუმ 100 წელი აქ თითო ეპოქას აი მას წლეულში არის დაახლოებით 3 თაობა. ხო, მე 20 საუკუნის თაობაც არის ახლა ჯერ სახეზე დედამიწაზე. ნელ-ნელა ესენი სწავლენ, ადგილს დაუთმევენ 21-ს გადადიან. შეუვლენ 22 საუკუნისა და 21 იქნება გადავლენ. ყველა წარმავალია. არაფერი ამ მზის ქვეშ, მარადიული. არა, აი სადმედი ვართ ეგ არის გამოსაცნობი და აგერ გვიწერია ყველაფერი ამ ტექსში. თუ მეტ ყურადღებას დაუთმევთ ხანდახან, ამაზე ვიფიქრებთ, აი როგორც გონება ფიზიკოსის გონება მომართულია ფიზიკურ რაღაცა კანონებზე და არ ჩერდება სანამ არ მიაგნებს ამოცანას მათემატიკოს. აქაც ამოცანა ამოსახსნელი. არ არის რთული ამოცანა. უბრალოდ გავანძრიოთ ტვინი და აბა მივხვდეთ რა არის, როგორ არის გამოვიჩნოთ რა და როგორ ერთ სიხარული არის როცა ამოხსნე ამოცანას, ხო? რაღაც შვებას იგრძნობ. თან თვითონ გვეხმარება ღმერთი ამ საკითხში. ოღონდ შენ სურვილი გამოთქვი. არ ეს საიდუმლოებით არის მოცი როგორ ხდება ისეთი რაღაცა უცებ მოგივა თავში გაგიკვირდება. ესეთი რამე როგორ აქამდე არ შემჩნევია და როგორ მოვიდა ეს უცებ თითქოს ვიღაცა შიგნიდან კარნახობს. როგორ ილაპარაკო? აი თითქოს აი სულიწმინდა ესე იგი ხო? განა ესე ფანტაზია რო არის სექტანტები. მე ლაპარაკო და დააღებს და ჩვენ წინ არის დებილი. ხო, ეს კապწყავებს.
ეს ხაცა უჩინარი არის ეს, მაგრამ წარმოსაჩენი. ტესტი სწორედ ეს არის ჩვენი თავის და ინტელექტის მდგომარეობის ტესტი, საღვთო წერილი. ამიტომ მეტი ყურადღება ამას შემოგარგება. ხო, ამის გემოს რო გაიგებს ადამიანი, მართლა ძალიან მაგარი შვება არის და მაგარი სიხარული არის. ხომ ერთ არ მოგვაშორო სიყვარული და სიყვარული და გზაგვაგინათოს ყოველთვის და მუდმივად საღი გონებითა და საღჭყვით ვიყოთ და ამ გონებით შევხვდეთ სწორედ იმ დროს, როცა მოვა გაშორების დრო. როცა მიწერი ცხოვრების დრო, ეს საგზური გაუქმდება და ახალი საგზური რო გველოდება წინ და ახალი მეგზური, ვინც გაგვიძღობა წინ. ხო მაგარი რამე იქნება. ყველა ჩვენთაგანი რო იქ მოხვდებით, ამაზე ბედნიერება არ იქნება არაფერი, რომ ვისაც აქ დედამიწაზე ვიცნობ და გაერთიანებული ვართ ქრისტეს სიყვარულში, აი ესენი რო ერთად ვიქნებით. აკაკა დედმამიშვილობა და ისა მოდი თქვათ რომ ეს აქ გვჭირდება კი, აი დედმამიშვილიც კაია თუ ქრისტიანი გახდება, მაგას რა ჯობია, მაგრამ აქ ეხლა თუ არის დედმამიშვილი და იქ არ მეყოლა. სამაგეროდ ღმერთი მეუნება, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? რას არ დაგტოვებს მარტო? უფრო ახალ ხალხში, ჩაგვსვამს უფრო საყვარელში და სულიერი ნათესაობა და მეგობრება უფრო ძვირფასი არის ვიდრე ხორციელი. აი ეს ვიღოთ ყურად შემოკარგებო. და ამ რწმენითა და აი ამ ღვთის სიტყვით ყოველი დღე არის ახალი დღე. განახლების დღე. არ შეგვაშინოს არაფერმა კაცო რა, ირანი და მესამე მსორი საქართველოს ქართლაც რა გაუკეთებია ქრისტიანობის გავრცელების სახით. უბანს არ გაცილებია. უბანს მაგ ტერიტორიაზეც ვერ გავაქრისტიანეთ ჩვენ, იმიტომ რომ არა ვართ ქრისტიანები. ჩვენ ვართ წარმართები. მრავლობით რიცხვს ვიყენებ პირველ პირისას. ესე იგი, აი ეს ერი ჩემულობს ქრისტიანობას და არაფერი ქრისტესთვის არაფერი არ გაუკეთებიათ. არც წიგნების გავრცელება, არც მისიონერობა მსოფლიოში, ერეფერი და ყრუ ბლუთა ეხლა ძიანე შაოსნები, ეს ბოთე ხალხი და დგანე ამტკიცებენ რომ ხატი აუცილებელია, აი ტაძარიც აუცილებელი. დებილების გასაგონად, არც ტაძარი აუცილებელი და არც ხატი თქვენ ჩემისეებო თქვენა. ეს თქვენი ოფისებია და დაარქვით ტაძარს ოფისები და ხართ მან და მენეჯერები აქა და ქორვაჭრები. ათო გწვენიათ ამის აღიარებისა, მაინც დედაგეტირებათ რომ მოკვდებით. დედაგეტირა ატყუებთ აქ ხალხს არა, ამტკიცებთ აი ტაძარი არის და ტაძარი გალოკე, ტაძარი გამოლოკე აქა და ვიაროთ ახლა ტაძრებში. აუცნაურია ესე ხო? ლამაზისეული გახსოვთ ულვარსაბ თათქარიძიდან? აი ნახეთ აი ელია როგორ უყურებს ქრისტიანობას საქართველოში. განა მან არ იცოდა? რა ბოთე იყო ესა და როგორ აბნელებდა ქვეყანას ეს რელიგია, მაგრამ ეს უკავშირდება ცარიზმის იმპერიას. რას წარმოიახლავლული ილია ადგეს და აუ ესენი რა, აი ესენი ვერ გააჩერებ ამათ რა. ამას როგორ აიტანდა ილია დღეს რასაც აკეთებს აი სამღვდელოება, შამღვდელოება, ყრუთა და ბლუთა მენახირეები. ამას მწერალი რომ მოითმეს, ის მწერალი არ არის. ჩვენ არ აკვავს მწერლები. დაკოდილი, დაჩუტულები არიან. არიან ითომ ევროპელები. კი ვერ ხედებიან, ხვდებიან რა ხდება საქართველოში რა არის მიზეზი ამის. ამიტომ შემოუძახოთ ჩვენთაგან და ღმერთს. ღმერთი ხო უსმენს ყველაფერ ამას. მივენდოთ ღმერთს, იცით რა. ევაწოდით ინფორმაციას და ვინც მიიღებს, ხო კარგია, თუ არა და იმას მაინც არ იტყვის, არ მესმოდა, ვერ გავიგე, რა ვერ გაიგე ხა წიგნით გაბრთ ძველ ქართულად, ახალ ქართულად, უამრავი გამოცემებია, ტელევიზია არის, ინტერნეტია, ენები არის, რა ვიცი, მანდა მაინც ენა ისწავლეთ ფულის ასაღებად, წიგნს აიგითხეთ რა, ადგენთ ინგლისური თუ ინგლისურად ბიბლია არ იცით. ქართულად არ კითხულობთ, ინგლისურად მაინც აიგითხეთ. მანდა მაინც ის არის, რა, give my money და da's give my money tomorrow. Now tomorrow, today, აი ესეთი ინგლისური რო აქვს აქა. რა უბედურება ესა, რა, გული მოგიკვდება ესე კაცს რა. და აწყო რუსეთი ახლა არ არის ირანი რა. არ არის საშუალებას რუსეთი არ წარმოადგენს. ამიჯერეთ ეს აი გელაპარაკებით აი ღმერთზე დაყრდნობით ვიძახი რა. არ არის ეგ საშუალება. საშუალება საქართველოში არის ქართველი.
თუ ამას გაიგებთ გეშველებათ. თქვენ კიდე გონიათ რომ არ ყურადღებას არ აქცევთ იმ საშიშროებას მანდროვარი. ეს ეს კიბო, ეს რელიგიური კიბო, როგორ გააჯეჯილეთ. აი რატო აკეთებთ ამას გადასარევი და მერე წუწუნებთ რა. მე მანდედან გარბი ხართ რა. თქვენ თვითონ ეს თქვენი მენახირეები გაამრავლეთ და გადაგრიკათ სხვაგან რა. და მე გამოდიხართ რუსებს და ამერიკელებს აგინებთ რა. იქით ევროპაც მიაყოლეთ. და ირანისა და რუსეთის მხარეზე დადექით ხო? ზოგ-ზოგი ერთები. წავიდეს ახლა ყობახიძე, იტიროს. რატო არ ტირეს? იტიროს ახლა. რა არ იყოს სწორე? არ წაიღო ტვენი კაცო. კარგი რა ეს ხალხი რო დაჩაგრე. შეკეთილ ძაღლო. გახსენი ეს კარები. გააგერე უტვინო ქართველმა გაუხსნა ყველას რა. აი მოზიქალები და გადაპაჭყა ფეხები და ყველა ხმარობს და ირანი კაცო. გახსენი შენ ეს კარფანჯრები რა. გახსენი გავიდეს ხალხი გამოვიდეს, მანდად შემოვიდეს. რესურსები და ახმარება რაღაცა ითანამშრომლე არა რა დროს რელიგიური ფანატიზმი არის რა დროს აითოლა არის კაცო რა ვიცი გამოკითხე ერთი ყველას უნდა ეგა რაღაცა უმრავლესობა ამ სისულელეს იღებს ასე როგორ გამოათაყვანეთ ხალხი საქართველოში ახლა უმრავლესობა რეფერენდუმი მოვაწყოთ ყველას უნდა ეს გამოშტერებული მღვდლები რუსეთმა ისე იყოს არ მინდა ეს მღვდელი რა არ მინდა ამათი რიტუალები, ამათი სანთლები, ამათი ხატები, ამათი ტაძრები, ყველაფერი მიისაკუთრეს. ხო, ეხლა მანდ იტალიური მანქანით შემოვიდეს, რამდენი მღვდელი აიღებს ახლა ვნახოთ, ლამბორჯინები და ისინი რომ აი მაინტერესებს რომელი მღვდელი იქნება პირველად ტრაქს რო დადებს მაგ მანქანას. აგერ მაინტერესებს ეგა. მაქსიმალურად ცდილობენ რომ სიტყვით გადაჭრან. არინება ამ უკრაინამ და ახლა თვითონ დაიტეხა რა უტვინო არის ირანის მთავრობაც რომ ხალხს რას უკეთებს და არ ნაკლებად შემიძლია თქვა რა უტვინოა უკრაინის მთავრობას. ბიჭო, აშენებული უკრაინა დაანგრევინეთ რუსებს რა. რატო რისი გულისთვის თო? რატო რა ვერ მორიგდა რაღაცა გარკვეული ჯგუფი? რატო სიტყვით არაფერს მიღწევა შეიძლება? გახსნილია ყველაფერი. გადადი, გადმოდი, შენც იცხოვრე, მეც მაცხოვრე. რო იყოს ჩაკეტვები და ღობეების აშენება, 100 მეტრიანი ღობე რო ააშენოს რუსმა უკრაინამ, ეს არ მომეწონება. აი ახლა ჩვენთან მაგალითად ქართულ სივრცეში აი პოლიტიკურ სივრცეში და გეოსივრცეში არ კედელი მართულ ხრათები ეს მართულ ხრათები რო გამიბია აქა კაცო რა არის ესა ხო რა გვინდა არ გვინდა რა ეგა რა გადმოდი ეგ მაგაი შენც იყავე მეც ვიქნები შენ მან ცხოვრობ მე აქ ცხოვრობ არ შეიძლება არა რა არ უნდა და არა რა არ გაბედავს და ვარიანტი არ არის მაგის დახმარების არც ჯარი აჯერ სადაკ მაგის თავი კიდე რუსეთს გაფარჩხული არის იმასავით ეგეც მოიცა კაცო ძველი ცხოვრება ისწავლეს სადა ახლა რამდენი სადა ყავს რესურსები რა ყველაფერს ფული უნდა რა სამობ კაცო სადა ახლა იქ კიდე გადაისროლე ხალხი და ახლა ირანი და ამას ეხმარე კიდე არა გაართევს თვითონ ირანი თავის თავს 92 მილიონია ეს აპარაკობთ ხო მთლიანად ეს ეხლა გამოჩნდები ერთი მოსახლეობა მაგათ მხარეზეა ირანის მოსახლეობა არა კაცო შიგნით მთელი ის არის რა და უბრალოდ არა რა ჩაგრავდნენ დახოცეს ის ხალების დახოცეს ყველა დაიჭერეს ყველა ტყავი გააძრეს და ახლა ხო არ შეაკლავთ თავს გაჩერდები დაელოდები და აბატონო ვინ ჭკვიანი ირანელი იყო დაელოდა და ღმერთმა გარედან ლაწანი გაუკეთა რა თან ისე კი არა რომ ვინმეს რაღაცა სახკარი გადაუწვა დაბომბა დასაბომბი ადგილები ახლა აი ზუსტი დარტყმები ასე რომ დროა დრო ეს ჩვენ ღმერთის თვალით შევხედოთ და არა ირანისა და ღმერთის თვალით შევხედოთ ამას განვადიდოთ ღმერთი თორე ღმერთს გადავაბაროთ რა იმან უკეთესად არის იმას უყვარს ირანელიც ებრაელიც ქართველი რუსიც და იმის ადგილს მე ვერ დავიჭერე ახლა მე უფრო შევიყვარო ახლა ქართველი და ღმერთს უყვარს ქართველი ღმერთს და ყველა უყვარს ამას მე ვაქცევთ ყურადღებას გვეშველება თუ არა და რა ეს ერთი ასეთი ქართული ფილმი არის 99 წელსია გადაღებული. მოკლემეტრაჟიანი ფილმების რაც გაერთიანებული იდეა. 3 მოკლემეტრაჟიანი ფილმები ერთად ასეც ხდება. ასეთი ფილმი არის სათაური, საერთოდ სადაც არის 3 ნოველა. პირველი ნოველას სათაური არის შარვალი, მეორე ნოველის სათაური არის ლუიზა და მესამე მოღვაწე. გიორგი გეგიჭკური თამაშობს მესამე ნოველაში. განსაკუთრებით საინტერესო იყო მესამე ნოველა.
არნაკლებად მეორე ნოველა, პირველიც მთლიანობაში რა, მაგრამ არ დაგავიწყოთ 1958 წელშია გადაღებული და აი რო შეადარებ ახლა დღევანდელი თქვა მდგომარეობა საქართველოს რეჟისორები და ის 88 წელი. რაღაცაზე დაგაფიქრებს ფილმიცი და რაღაცა არსი კარგი არის აღებული. მე ამას ავდივრთვათ Facebook-ზე, ნახეთ. და 15 წუთია რაღაც. და ერთობს აღარც მახსოვდა ეს ადრე ნანახი მქონდა მე საერთოდ და იმ დღეს მოვძებნე რა, მაინტერესებდა და რაღაცა 20 წუთი რა არის, 40 წუთი დაჭირდა, ეს 1 საათი არც კი. საწყენი ის იყო, რომ ქართულ ენაზე არ იყო, როგორ ორიგინალი იყო რუსული. და თარგმნიდნენ დადებული თარგმნით. ეს უკვე კარგავდა კოლორიც, იმიტომ რომ ესეთი მსახიობები თამაშობენ, ხმას დიდი ესთეტიკა ახლავს, მაგალითად კარლოს საკანდელიძე შარვალში ის თამაშობდა და მისი ეს ურთიერთობები ვერბალური ერთობ საინტერესო არის, ხო, კარლოს საკანდელიძეს. და ვინაიდან ეს რუსებმა რატო იყო რუსული გეტყვით, იმიტომ რომ დამკვეთი იყო საერთოდ საბჭოთა კავშირში იყო მოსფილმი. და პირველი იმის იყო ყველაფერი და შენ დუბლს გაძლებდნენ. ორიგინალი იმას რჩებოდა, ესე რუსულ ენაზეც თარგმნიდნენ და შენ გაქვს კოპიო რა, ამის ასლებს გადაღე და როდესაც იქ რაღაცა წყალი ჩავიდა იქ ქართულ კინოსტუდიაში, ბევრი ფირფირები დაიღუპა. და მე აი ჩაწყობით ზოგ-ზოგ ერთმა რუსებმა მიცეს და მოგცეს რაღაცები, გადაიღებდნენ და მოგცემდნენ. ასე დაგვიბრუნეს რამოდენიმე ხვეწნით ჩაწყობით და დაგვიბრუნდა რაღაც გარკვეული ფილმები განახლებული რუსები ანახლებენ და კარგი იმით არის. მაგრამ უკვე რუსულად არის რა, ის თავისთვის თარგმნეს მათ და ქართულით დადებული თარგმანი რო იყო, ეს ჯობდა ისევ რუსული მენახა, გაცილებით ჯობია, როცა გიორგი გეჭკორი ლაპარაკობს, ხო, როცა საკანდელიძე ლაპარაკობს, ხასიათის გახსნა, ყველაფერი ეს უფრო მრჩევნია, ხო? დადებული თანამედროვე ხმები რო არის ორი პიროვნების ქალს ხალი რო ახმოვანებს და კაცკაცი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თავარ არს ხო დავიჭერთ, ხო? და ძალიან საინტერესო არის, იცი? თუ მოყევი რა აზრი აქვს მაგის თქვენ რო ნახავთ, აბა რა აზრს გამოიტანთ, ხო? რაღაცა 15 წუთიანი ის არის ერთ პირველი შარვალი რო ქვია, ატელიაში რაღაცა შარვის შესაკერად შედის ადამიანი და მე რა ვითარებაში აღმოჩნდება ეს თან და როგორ თავდება. მე ქალის სახელი ლუიზა, მანქანაში ჩაჯდება გოგონა და აი მე ეს რო ესეთი იმით როგორ ამთავრებს ესეც ფინალით საინტერესო. არნაკლებად საინტერესოა ფინალი უკვე ეს მესამე მოღვაწე. მაგრამ რუსულად იყო. რუსული რა თქმა უნდა სულ უკანა პლანზეა და ვერც მოისმენთ და დადებული არის ქართული თარგმანი. 80-იანი წლები არის, აგერ თანამედროვე სერიალი ნახეთ გუში მილაპარაკ. ის რეჟისორი წავიდა ამერიკაში რა. მეგრელიშვილი წავიდა. მოკლედ თითო თავის ავტობიოგრაფია გადაუღია რა ვიღაცა. მოტყდა ამერიკაში. ახლა არ ვიცი რა ბედი ეწია მაგასაც ახლა რასაკეთებს. დაიღალა ეთყობა, ხო? მაგრამ რეჟისორობით ეს რა ვიცი, იქ რა უნდა გააკეთო საქართველოში რეჟისორმა, ჩემამდე აი არ დადეს რა. რა არ არის ბაზარი, არავის არ ჭირდება შენი ფილმები. და ახლა მართლა ამდენი მე ახლა მარტო შენ ხوار გადაიღებ, ხალხი ჭირდება, უნდა დააკავო ფული, ხელფასი, ის ახლა დააკავო ტიპი, უნდა გამოუწერო. ქვეყანა დაწყებული ბუღალტერიდან დამლაგებელი, რა ვიცი, ოპერატორი, ყველა ხმის რეჟისორი და ყველა გჭირდება. ცოტა ერთი რამდენი 50-100 კაცი უნდა დააკავო. სახიობების გარდა. ბატონო ახლა რო უყურებდი, თითქოს ესე იგი სპეციალურად ორივე მხარე ცდილობდა რომ გაუგებრობა ყოფილიყო. ესე იგი ასეთ ხარეს არ უნდა რომ რამე ესე იგი სიცხადე შეეტანოთ რაღაცა იმ თემაში, რაზეც რაღაცას დაუბრუნდნენ და რაღაცა ხალხს ასე იგი კი რაღაც სიკეთე კი ქონა პიროვნებას რაღაც სიკეთე უნდა გაიგეთებინა. მაგრამ ეს სიკეთე კი გასაგებია, მაგრამ ამ სიკეთეს მოყვა ის რაც თქვა ორივე მხარე შინაგანად გაუგებრობა რა, რაღაცა ის იძახის ეს ეუბნება და თითქოს იციან, მაგრამ საუბარში ორივე ხელს უწყობს რომ გაუგებროთ, არჩეს გაუგებროთ. აი, არა, თავარი მიზეზი რა არის, აი, სიკეთე თავისთავად კარგი რაღაცაა, სიკეთის კეთება კი არ არის დაკრიტიკება. ეს თუ დასახა რეჟისორმა ის დაბალი დონის და აი აქ არის თავარი რა. აი რაზე გვეუბნება რეჟისორი, რაზე გვაფიქრებს საბჭოთა მოქალაქეებს. წარმოიდგინე რომ საბჭოთა მაქსიმუმში ცხოვრობ.
კი გაის გაუგობრობა კი 2009 წელს, მაგრამ ასე იგი სიკეთე გააკეთა და ასე იგი სახელმწიფო არ ხედავს ამას, ანუ არ უნახავს საბჭოთა სისტემა სახელმწიფო ამ სიკეთეს არ აღიქვავს ისე, როგორც ჩაიფიქრა იმ სუბიექტმა, რომელიც არის ამ ფილმში წარმოდგენილი და არ ჯერავს რა, სიკეთის არ ჯერავს, ასე რომ ვთქვათ, ადამიანის სიკეთის არ ჯერავს. ესე დავინახე მე. და იტყუები ასე, ტყუილში ამხილას, ასე იგი რაღაცა ფარისეველი ხარ, თქო, არ ჯერავს ადამიანის სიკეთის და იძიებს რაღაცა რა არის მიზეზი იმისის, რომ ამათ არ ჯერა სიკეთის? სიკეთი არის. მაგრამ რაც იდეალები დაიმსხვრა, საბჭოთა კავშირის იდეალი დაიმსხვრა, რაზეც იყო აგებული, საბჭოთა კავშირი იყო აგებული პატიოსნებაზე, შრომაზე, შრომა ფასდებოდა და შესაბამისად იყო ანაზღაურებაც და წმენა უკვე დარღვეულია. ზუსტად ის პერიოდია აღწერილი, როცა უკვე მართლაც უკვე პატარა ბიძგი უნდა და დაინგრევა, ხო დაიმსხვრევა. მეცისფერი თვებიც გამახსენა, რაღაც ამ ლაიტმოტივზეც იყო ეს. ესე იგი ცოტა სხვანაირად უნდა დავსვა კითხვები. ესე იგი, ჩვენ რომ საუბრობთ ადამიანები, ჩვენი საუბრისათვის გამოყენებული არის სიტყვები, აზრები და ყველა გარკვეული ერთი ამ მსოფლმხედველობით ცდილობთ ახსნათ ჩვენ წინ არსებული სამყარო და სოციუმი. კინოენა არის სხვანაირი ენა. ეს კინოენა არის. ბევრი რამე არის კადრებით უნდა წაიკითხო, განცდებით, აი როგორ ამას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს სახეები როგორ. შემთხვევით კი არის რომ გიორგი გეგეჭკორია მანდ. აი მაგ როლში ახლა ზუსტად მოარტყა რეჟისორმა რომ გიორგი გეგეჭკორი ჩასვა. მანდ ვერ ჩაჯდებოდა მაგალითად ოთარ მეღვინე თუ ხუცესი, ზურაბ ქაფიანიძე, არც ეროს არ მოუხდებოდა ეს როლი. ეს რაც გიორგი გეგეჭკურს აქვს, იმათ ეს არ აქვს. ეს არის რეჟისორმა როგორ მოძენე ექს ტიპაში. ხო იქნებოდა კასტინგიც. ხო, ყველას იცნობს. აი რატომ ამას მოარგო ეს როლი, რომლის იდეის გამოხატულება მთავარი ეს გმირი არის. ამის სამშვინველი, უთქმელი, ყველაფერი აი თუნდა გამოხატოს, თქვათ აი თავისი, თქვათ ჰაბიტუსით, გარეგნობით და ოდნა მოხლილი რო დადის. ესე იგი, რეჟისორი რას გვეუბნება ამით? კინოენაზე არის ლაპარაკი. აი რა არის ძირითადი, რას ჩაავლო და რა ინფორმაციას მაწვდის მე? მაყურებელს რო გადაიღო, სიკეთე არ შეიძლებაო. ესე იგი, თუ არასწორად გავიგებ ეგ ფილმს, შეშინებული ვარ და სიკეთეს არავის არ გავუკეთებ. და როგორ შეიძლება რეჟისორი ჰუმანისტი სიკეთის საწინააღმდეგო ფილმებს იღებდეს? სახელმწიფო რაც არ მიცა საზოგადოებას და იმედი წყდება, ხო, იმედი კვდება და ხალხი უკვე გადამტერებულია, გაბოროტებულია, ამ კაცს უნდა რომ რაღაცა სიყვარული და სითბო შეიტანოს საზოგადოებაში. მე ნუაქცია ყურადღება თვითონ პერსონაჟის გიორგი გეგეჭკორის გმირს, მის ასაკს. მან ხო გაჟღერებულია რომ ის 70 წლის არის. ფილმის ბოლოდან ხვდებით რომ ის ფიქრობს სიკვდილ სიცოცხლეზე. იგი ისეთ მდგომარეობაშია ეს გმირი რომ შეჰპარვია ფიქრები ცოტა გულაჩუყებულს სიკვდილზე, სიცოცხლეზე, თვითონ მარტოხელა. ფილმის დასაწყისში იგი როდესაც ქუჩაში დააბიჯებს და ეძებს ამ ოჯახს კითხვა-კითხვით, სახე უღიმის და მხნედ დადის. შუა ფილმში როდესაც უკვე მას აეტორღიელება პიროვნება ეტყვის რომ აი ამ ქალის ქმრის ნათესავი ვარ და სახში არ იყო მისული რომ უკვე დაეწია. ესე იგი ქვეყანა პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და უკვე საზოგადოება უპირისპირდება მას. და იმ მომენტში უკვე შეცდომებულია ხო რამდენჯერ უთხარი და მაინც უარა. ეს იგი არ დამიჯერა რაც თხოვე. ფილმის ბოლოს უკვე ამ პერსონაჟის გარეგნობა როგორ იცვლება, უკვე დაჩოჩიალოთ თითქოს უცებ მოხუცდა, დაღვრენილია. როდესაც ძაღლს ესაუბრება ოთახში ასეთ რამეს ამბობს, რომ რა ყოფილან ეს ადამიანები, რა საოცარი რაღაც არისო. ესე იგი ხვდებით რომ 70 წლის კი არის ასაკით ეს გმირი, მაგრამ ადამიანებს კიდევ არ იცნობს. მე დავამახსოვრე კიდე ერთი დეტალი. როდესაც ქალს ფულს გადასცემს, ასე ეტყვის რომ ფულს დათვლა უყვარსო და ფაქტიურად ქალს დააძალებს რომ ისე მკერდიდან ამოიღოს ეს გახვეული თანხა და დაითვალოს და ძალიან ახლოდან გვაჩვენებს ოპერატორი ამ ქალის სახეს, როგორ შეცდომებულია ითვლის ფულს ალაგებს და თვითონ აი ამ კაცის თითქოს ნელ-ნელა სახის გამომეტყველება რომ სევდიანი ხდება. ესე იგი, კაცს უხარობდა რომ გასცემდა თანხას 15 წელი დავაგროვეო, ხომ იყო გაჟღერებული. ესე იგი, მან რაღაცა მოიკლო, სხვას აძლევს, მაგრამ ფილმიდან ხვდებით რომ ეს ადამიანებს არ იცნობს.
კი ამბობს შემდეგ ის რეპლიკით, რომ მე მათგან მადლიერებას არ ველოდები, არ მაინტერესებს ისინი რას იფიქრებენ, მაგრამ ამას ამბობს სადღაც ფილმის ბოლოსკენ აღმასკომში. თორე ხო ადამიანური მომენტია, რომ როდესაც მიდიხარ ადამიანს გინდა დაეხმარო, რა თქმა უნდა, უფრო გაუხარდებოდა მას, რომ იმ ქალს ცოტა ნორმალური რეაქცია ქონოდა, უფრო მეტი თანხა არ მოეთხოვა, ესე ეჭვით არ მისდგომოდა მის გახმაურებას, იგი მას კარგი უნდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამან მთელი რიგი შეჭირება შეუქმნა და ასეთ რამეს კი უთხრა აღმასკომის ინსტრუქტორმა, რომ ხომ არ გონია ვერ ვიპოვით მიზეს და კიდევ არ დავაჭერინებთ შენ თავსო. აქ აშკარად ჩანს, რომ ის გამორჩეულია სხვებისგან. აღმასკომის ინსტრუქტორი, ქმარი ამ ქალის, თვითონ ეს ქალი, კიდე ქმრის ნათესად გუჯეში რო შეხვდება და 3%-ს თხოვს გაჩუქებული თანხიდან. აი ესენი ერთმანეთს გვანან, ერთნაირად აზროვნებენ, ერთნაირი ალბათ ცხოვრებისეული მწარე გამოცდილება აქვს და იმ საზომით ზომავენ ყველას. მაგრამ ეს არის გამორჩეული. გამორჩეული არის, გებულობთ რომ ძიმე ცხოვრება ჰქონია, ციხეში იყო, მე რეაბილიტაცია მოახდინა, ეხლა 70-ს მიუკაკუნა და გულაჩვილებულია. ამბობს გაჟღერებულია, რომ არავინ არ ამყავს, სახლში მხოლოდ ძაღლი მელოდება და მაინც ის რომ ეს ფული შეიძლება ისე დარჩეს, გარდაიცვალოს და მაინც ვერავინ ვერ მოიხმაროს. გებულობთ მისი ოთახის მდგომარეობიდან, რომ საკმაოდ ნორმალურად ცხოვრობს, გაცილებით უკეთ, ვიდრე სახლები რო დაგვეთვალიერეს, რო ეძებდა იმ ქალს ქოხმახები, მინგრეული. თვითონ კი, ვთქვათ, ერთი ოთახი აქვს, ძაღლის გამოყვებასაც ხომ რაღაც თანხა უნდა. ჩაცმულობიდანაც თუ გამოვვალთ, რაც აცვია, პიჯაკი, პლაში, ნორმალურად არის. ესე იგი, მას ფინანსურად აღუჭირს და უნდა რომ გაიღოს ეს თანხა, მაგრამ მთელი შეცდომა ეს არის და კარგი იქნება თუ რეჟისორს ან სცენარის ავტორს ეს აქვს ჩაფიქრებული, რომ იცი ვის აძლევ, ან რისთვის აძლევ, იცნობ ადამიანებს, განა არ უნდა მიხვდე წინასწარ არ გათვალო, რომ ხომ შეიძლება ამას სხვანაირად შეხედონ. აი, რაც იყო გაჟღერებული აღმასკომის უფროსის მიერ, მას ეს უნდა სცოდნო და ესე იგი ვხედავთ, რომ ის ციხეში ჩასვეს, მთელი რიგი შეჭირება განიცადა, დაბრუნდა, 70 წლის გახდა, მაგრამ გარემოს კარგად მაინც ვერ იცნობს. ეს აფიქსირებს ის დაღურემელი სახლში რო ბრუნდება უკვე და ჩეჩიალობს მოხუცი უცებ რომ მოტყდა, რო ხდება რომ მისი ადგილი იქ აღარ არის, საზოგადოება მას ვერ უგებს და ის უკვე სერიოზულად ფიქრობს, რომ რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, რატომ დაველოდო ბუნებრივ გარდაცვალებას, მაინც ყველაფერი უაზრობაა, აგერ მემუქრებიანი იცი რა, თუ არ გაგვარკვევ, ციხეში ჩაქვსო და მან გააჟღერა, რომ სიკეთე უნდოდა და შემოუტრიალდა ამ დაგვარად. ესე იგი, ადამიანს არ იცნობს ამას ვხედავთ. მე ოპერატორი წყალს რო გვაჩვენებს, მაგითი გვახმდრებს, რომ ის სიკვდილზე ფიქრობს, ხიდიც ხო რაღაცა სიმბოლო უნდა იყოს, ხიდი არის ერთ ნაპირს მეორეს რომ აერთებს, ხიდის დასაწყისში თუ შეამჩნევთ ჯებირები ახლოს არის, იგი იქ ხიდის დასაწყისში, ერთი ცხოვრების დასაწყისი გზად შეიძლება ვთქვათ, შეიძლება რომც მოენდომებინა ვერ გამძვირვალიყო და იქიდან ვერ გადავარდნილიყო, მაგრამ მიდის მიაბიჯებს ჩვენც მიყვებით ოპერატორს და ვხედავთ, რომ ხიდის მოაჯურში ჯებირები ერთმანეთს შორის სრულდება და იქ უკვე დიდი ღიობია. იქ ადამიანი თავისუფლად შეიძლება გადავარდეს და თითქოს გვახვედრებს ოპერატორი რა ფიქრებია ამ დააღურებულ მოტეხილ უკვე 70 წლის კაცზე, რომელმაც მთელი ცხოვრების ინტერესი დაკარგა და უცებ გვესმის ძაღლის ყეფის ხმა. ოპერატორი არ გვაჩვენებს ამ ძაღლს. ძაღლი გვაჩვენეს ოთახში რო იყო, ძაღლს რო ესაუბრებოდა, საჭმელი ხო არ გაგიმზადო, თვითონ ძაღლი მიუცოცხლდა, მოეფერა. ესე იგი, ძაღლიც ერთ-ერთი გმირია, რომელიც წარმოადგენს ცოცხალ სამყაროს, მაგრამ ის ადამიანი არა, ადამიანურად არ ფიქრობს, მაგრამ მას ინსტინქტები ამოძრავებს. გულწრფელი ამ ფილმში ერთადერთი ეს ცხოველია, რომელიც უჯერებს მორჩილად ამ კაცს და ფაქტიურად ესე არის სცენარი დაწერილი, რომ ხიდიდან გადავარდნაში ძაღლი შეუშლის ხელს, თითქოს თავისი ყეფით შეახსენებს, რომ არა არქნა, მე მჭირდებიო. მე დავაკვირდი ახლაც მეორეჯერ უყურე, მაინტერესებდა მიმექცია ყურადღება, რომ სახლიდან რო გამოვა, უკვე დაბნეული კარებს არ გამოიხურავს, თითქოს კარები მიუახლოვდება, მაგრამ არ ჩაიკეტება. და უკვე ბოლოდან ავაგებთ სცენარს თუ რა ხდება, რადგან ხმის ოპერატორმა ძაღლის ხმაც დაადო, რომ ძაღლი გამოვა იქიდან და პატრონს გაყვება. ესე იგი, ერთგულებას ძაღლია ამჟღავნებს და ბოლოს თითქოს თავის ყეფით ხვეწება, არა უწიო შენ თავს არაფერი და ვხედავთ, რომ ეს კაცი გადასავარდნიდან მობრუნდება, შეხედავს ძაღლს, გაიღიმებს და ფილმი თითქოს დადებითი ნოტებით აქ მთავრდება. ეხლა ცხოველების სიყვარულს მე ვერ დავაბრალებდი, სცენარის ავტორს ფიქრობ, რომ
აქ არის უფრო ადამიანური მომენტი ნაჩვენები და გაკრიტიკებული ადამიანების ერთმანეთსადმი უნდობლობა, აი საზოგადოება, ვაი აღმასკომით ასე ფიქრობს, უხეშად უთხრა რას და მე კი არ იცი რა ქურა აღმასკომია და მე თუმე აღმოჩნდა რომ მაღალი თანხმობის პირს ელაპარაკებოდა და ის ხო იქიდან ვერ ხედავდა, ეს ფეხზე წამოდგება და ისე დაელაპარაკებს. ესე იგი რეჟისორი გვაჩვენებს რომ ადამიანები თითქოს გადაგვარებისკენ მიდიან და ეს ერთადერთი დარჩა მ-70 წლის კაცი რომელიც განსხვავებულია მათგან, მაგრამ ხედავთ რომ ისიც ბევრ შეცდომას უშვებს და ფაქტიურად სიცოცხლესთან დაკვრა რეჟისორმა და ოპერატორმა ძაღლის ყეფა არის სიმბოლო იმ ერთგულებისა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად რაც არ უნდა იყოს ეუბნება მე მჭირდები თავს არაფერი არ აუტეხო და თითქოს სიყვარულს და სითბოს ისამჟღავნებს და ასე მთავრდება ეს ფილმი. აი ეს შემეძლო მე თქვა ჩემი განცდები რაც დავინახე მადლობა. Ek patara moments დავამატებ ბაკარეზო, რასაც ყურადღება მივაქციე, რომ ადამიანებს როგორ აქვთ აი ეს ყველა ადამიანში ჩადებული, რომ ეკუთვნის აი ეგ მომენტი რა და იმაზე მეტი ეკუთვნის და ნაკლებს აძლევენ. Ჩემს დავაფიქსირებო. სეგი ნეკროფიქსირება რომ ისტორიულ წყობაში იმპერიაში კომუნისტების პერიოდში ხო ათეისტური აგება იყო და სოციალისტური მთლიანად და ეს კაცი რომელიც სიკეთის კეთებით არის დაინტერესებული იმ პერიოდშიც კი ცდილობს წყობილება იმ პერიოდში წყობა კომუნიზმი რომ არ გამოამჟღავნოს ეს სიკეთე რადგან ეს სიკეთე მე გავაიგივე ღმერთთან რადგან არავინ არის კეთილი გარდა ღმერთის და ხო ვიცით და ასე შევაფასო რომ ამ კაცმა აღნიშნა რომ სიკეთე მარადიულიაო და უბრალოდ ჯიჯიმის წყობას არ უნდა რომ განშაუნებულიყო რომ არის ღმერთი რადგან ამას პროპაგანდა იყო ეს თეორიისკენ რომ არავის ღმერთი არის ათეისტური წყობა და ეს იყო რეჟიმი იმ დროისთვის ეს დავაფიქსირე as დავიდია ჩემი აზრით კეთილი თქვენს მადლობა რაც აღიქვით ნაწარმოები ხომ არ არის რაც ზუსტი მეცნიერება 2x2-4-ია როგორ შემოვიდა მხატვრული ფილმი ცხოვრების ფიქსაცია მხატვრული სახით თქვენ იმაში და ამის ლოგიკური გადმოცემის ცდა არის და როგორ შეიძლება თქვა რომ იცი რა ცდები არაცდები აღქმა არის თქვენი და შეიძლება თქვა რომ ესე რატო უყურებ დაგაფიქრებთ კიდევ ცხოძნელია ხო ხედავთ თითქოს აი იცით რა სირთულეს წარმოადგენს მაგალითად როცა აი სურათს დაგიდებენ მხატვრული აი ბოტიშელის სურათი ან რომელიმე ქართველი მხატვრის სურათი და გეუნებია მაილაპარაკი რეფერატის წერას ხელოვნებაცოდნეებს ესეთ დავალებას გვაძლევენ ან თეატრში სპექტაკლს ნახავთ და რეფერატი უნდა დაწერო გაანალიზო ხო ყველაფერი სათითაოდ ხოძნელი ყოფილა ესა იცით რაღაცა ის რა იმიტომ რომ ეს კინოენაც ხო ენა არის და სპეციფიურად ეს ენა უნდა ისწავლო ყველაფერს ხო სწავლა უნდა და ეს ხო გასართობა ეხლა ეს გასართობა თუ არ გადაიღო კაცმა ინტელექტუალი ადამიანი შემოქმედებითი კოლექტივი ეს წიგნიერია ხალხია განათლებული და ეგ ფილოსოფიის ენაზე ვერ მელაპარაკება ცნებების ენაზე სამაგეროდ კინოენაზე მელაპარაკება მე და ითხოვს ჩემგან კინო ენა უნდა ვიცოდე მაყურებლისაგან თუ არ ვიცი სხვა ვინც ლაპარაკობს უნდა მითარგმნოს აი აქ უკვე შუალედში არიან თეატრმცოდნეები კინომცოდნეები საერთოდ ხელოვნებაცოდნეები და აი ეს არის მედიატორი მაყურებლისა და რეჟისორის შორის აი როგორც მედიატორი არის ერემია ღმერთსა და ადამიანს შორის ხო მამა ღმერთსა და ადამიანს შორის ძე ღმერთი იესო ქრისტე ეს აუცილებელია ისე ხო ვერ გავიგებთ ვერაფერს და ეს არაფერს ისეც თქვათ შურს არ იწევს იმიტომ რომ არ არის სავალდებულო ადამიანი ყველა მიცოდეს ეს კინოენა ხო მუშაობს ხალხი დაკავებულია მაგალითად იმან უკეთესად იცის ფიზიკა მათემატიკა ინტელექტუალები არიან სხვა დარგის წარმოადგენელები ესეც ინტელექტუალური წრის წარმოადგენლები არიან და ეს ფართო მასებისთვის ეს არის ისეთი ენა რომ თითქოს ყველა მიცის ეს ენა და აი ყველა როგორ აღიქვამს ისე ლაპარაკობს მაგრამ უფრო ღრმად თარგმნელი გვჭირდება ბრჭყალებში თარგმნელი რომ უფრო მიმაახლოს იმას რომ დავიწყე და უფრო შემიყვანოს და რაღაცა ზემოქმედება მოახდინოს ამან და არისტოტელეს თქმის არ იყოს კათარზისი განმაცდევინოს ესე იგი ის სიბინძურეები რაც ამაკ გამწმინდოს ამ ფილმის მეშვეობით და ან კიდე მაჩვენოს რომ მე დაბინძურებულ საზოგადოებაში ვცხოვრობ
აქ მთავარი გმირი არის ეს ხაჩიძე. ხაჩიძე არის მთავარი, ეს არის მთავარი გმირი. ამას მიყვებით ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი ფონი. ამას უპირისპირდება ის ხალხი, ხო? რათა უფრო გაიხსნას ამ ადამიანს და ამიტომ მივიდივართ ამ ადამიანთან. ეს ადამიანი ვინ არის? რა მსოფლმხედველობის მატარებელია და რატო არის ეს უკვე თანდათან ეს გმირი გაუცხოებული იმ სამყაროსთან, რომელიც სამყაროზე წარმოდგენა არ ქონდა და აი ახლა ამ აქტით ამ სიცოცხლის დასალიერზე 70 წელი არ არის, ხო რომ კაცმა თავი მეგროს ჯანმრთელი კაცია, გიდია, ხელოვნების რაღაც გარკვეული ძეგლები, საქართველოს აშკარად ქართული კულტურის თაყვანისმცემელია, იმიტომ რომ მოწმეთ კედლები მოიხმოამა და სუგადარიეს ვიღაცა დაბალი დონის კაცი რაშვაშია კედლებიო, ესე იგი სიწმინდეები, ტაძარი, ნანგრევები რაღაცა, ხო? და ის შემთხვევითი არ არის, რომ ლაპარაკობს ტაძარზე დაანგრეულია ფუძე რაღაცა და აქ აღინიშნა ხო ერთ-ერთმა თქვენმა, აი აქ მსმენელმაც თქვა რომ ურწმუნოება, აქ ხაზგასმულია ურწმუნოება. საზოგადოებაში არის რწმენა დაკარგული. ამ მთავარ გმირს რწმენა აქვს მხოლოდ კაცთმოყვარეობის. კაცთმოყვარეობის რწმენა არ გაამართლებს, იმიტომ რომ კაცთმოყვარეობიდან რწმენით გაკეთებული სიკეთე დაგეტრიალდება ცუდად, იმიტომ რომ ყველამ სხვადასხვანაირად აღიქვა ეს, როგორც თქვენ ბრძანეთ ერთმა მეორემ ლიამაც ყველამაც, რომ ნახეთ ის ქალი ამას არაფრით არ იჯერებს, რომ უანგაროდ აი ესე ადამიანი მოაგროვებს ფულს და გაუწევს დახმარებას უანგაროდ გაჭირებულ კაცს, მართლაც გაჭირებული არიან და ისეთ დონეზეა გაჭირებული ეს ოჯახის წევრი, რომ რო უთხრა სიხარულით 5 შვილი ყავსო რა, მართლაც ახლა ბავშვი 5 შემთხვევითი არ არის, 5 ქიმიანი ვარსკვლავები საბჭოთა კავშირია, ხო? 5 აქ ახლა კინოენა სიმბოლოებით ლაპარაკობს და გარკვეული სიმბოლოების ისინი გაგაცნობთ ხალხო ნატალიემაც, ხო? ძაღლიც, ხიდი, ყველაფერი ეს კინოენის შესწავლა საჭირო, რომ კინოენით ჩვენ მოვახდინოთ ლოგიცირება და ცნებებით მივაწოდო მაყურებელს იდეა, რომელიც ფილოსოფიის ენაზე ცნებებით გადმოიცემა და ეს ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, ერთმანეთს ავსებენ, იმიტომ რომ ცნებების ენა ბევრს არ ესმის. ამიტომ ეს რაღაცნაირად უფრო რაღაც განცდებში შემოდის. გამიგეთ და ეგზისტენცზე დაგვაფიქრებს. ეს კაცი აშკარად გმირი ხაჩიძე გაცილებით უფრო ადამიანია, ვიდრე ვისაც ჩვენ ხვდებით მასთან ურთიერთობაში. ერთი ნაცნობი რო შეხვდა, ისეუნება, იმას ვერ დააჯერა, განა პროცენტი იმ რაც მიეცი იმაშიო. ამას გონია საქმეს მაიმუნობს, რაღაცას აკეთებს და არავის არ მოტყვი და რაღაც 3% მომიცი, რასაც აკეთებ. გავიგე, ფულს არ იგებო. ეხლა ფულის დარიგნა, ფულს არ იგებ. ეხლა გააგებინე ამ კაცო, ეს ფულს კი არ არიგებს. 15 წელი აგროვა კაპიკზე რაღაცა და ეს არის მისი მთელი დანაზოგი და უნდა რომ გასცეს ქველმოქმედება, სიკეთე. ეს ეთყობა სიკეთის იდეა, მისთვის ღმერთი სიკეთი არის. ესე იგი, საზოგადოებაზე წინ წასული ეს კაცი იმით არის, რომ ამას სიკეთე ყავს გაღმერთებული. ესე ჰუმანური გაგებით, ეს ჰუმანური იმით უსწრებს საზოგადოებას. ესენი საერთოდ გადასაყრელი ხალხია სულ ყველა. აღამას კომით დაწყებული, დამთავრებული რიგითი ქალითა და მისი ცოლითა და მისი ყველაფრით, ხო? მთლიანობაში ეს საბჭოური ცხოვრების წესს გვაცნობს რეჟისორი და იქ ინდივიდი, რომელსაც სული აქვს. მოკლედ როგორია, შედარებით ეს ეგზისტენციალური პიროვნება არსებობაა ეს. დანარჩენები არ არსებობენ. და ქალი რო თulis ამ ფულს გამიგეთ, ეს ცოტაო. მას ეგონა რომ თითქოს და რაღაცა ვალდებული არის აღმასკომი თუ რაღაცა, ესეთი წარმოდგენა აქვს მას, რომ მან გამოაგზავნა ეს კაცი და ეს რაღაცა ეს გადაეცი უფროსებს, ან შენ ხوار გადაინახე შენთვის. ერთმა ხო პირდაპირ უთხრა ხმარმა. აგრძნობინა რომ 400 მანეთიდან 200 ჯიბეში ჩაიდებინო. კაროჩე შენ მოიპარეო რა. და მაგას გავარკვევ. რასაც ვებ ახლა ხმარიცი? იგრებ მეტი გავამიგზავნეს, იმიტომ რომ მეტი რატომღაც გონიათ ამათ რომ რაც შეემთხვა მაგას მანქანა რო დაგორდა და რაღაც ამბავი თითქოს და იმ ხალხი დაფიქრდა და კომპენსაციისათვის ეს კაცი გამოაგზავნეს. არც უკითხიათ რა თანამდებობის არის, სად მუშაობს ესა, ვინ არის, არ უნდა ამის დაჯერება. სრულიად ურწმუნო საზოგადოებაში ეს კაცი. ურწმუნო ყველანაირი გაგებით, არც კაცმოყვარეობის რწმენა აქვს. წართმეული აქვს ყველას რწმენა. თან აღმასკომის თავმჯდომარე ეუბნება რომ რაღაც დროს ქველმოქმედება ეს ბურჟუაზიული გადმონაშთია. ესე იგი მოდაში აღარ არის ეგა. ხედავთ, ესე იგი ეს თანდათან ჩვენ 88 წელია, ხო, თუმცა შევდივართ უკვე ლიბერალურ ათეიზმში. ათეიზმია კომუნისტური, ხო, ნელ-ნელა ლიბერალური ხდება და ამავე დროს ადამიანებს გაჭირებაც ახლავს. დააკვირდით, როგორ მიქოხლი-მოხოხლიში ცხოვრობდეს 5 შვილიანი ოჯახი, მაგრამ მათი მსოფლმხედველობა ათეისტურია.
მარქსისტული და კოლექტიურია. ამიტომ კოლექტივიზმის დაპირისპირება ინდივიდთან და ეს კაცი რომ გვამოგზაურებს რეჟისორი, ეს ერთობლიობა, ყველა ერთობლიობა კოლექტივი, ეს ამოვარდნილია. აქედან უკვე ეს თუ იმედი ქონდა იმისა რომ რო დაიჭირეს არ გვეუბნებიან რატო დაიჭირეს, გასაგებია რატო დაიჭერდნენ ამას. ეს არის დონ კიხოტი ასე ვთქვათ. ეს გავს იმ ქართულ ფილმს იმ პიროვნებას რომელიც აი სოსოს მაგალითად ცისფერი მთებიდან და სოსოს. ასევე გავს კიდე შაშვი მგალობელში რო არის იმ პიროვნებას, კიდე არასერიოზული კაცის გმირს. ხედავთ ისევ არის ინდივიდი და საზოგადოება. ინდივიდი წინწასულია საზოგადოებიდან, როცა შენ საზოგადოებას გაასწრებ, საზოგადოება შენი მტერია, შენი ადგილი უკვე აღარ არის. ამიტომ თლიანად საზოგადოებისთვის მიუღებელი ხარ. ამას არავინ არ აყავს, აბსოლუტურად. ამასთან არავინ არ არის, ვერავინ ვერ გაუგებს. ასე არასერიოზულ კაცთან მამაც კი უკვე ვერ უგებს, ხო, ბრმამამა, ესე იცით, არასერიოზული ქართული ფილმი. ცისფერთებში მწერალი სოსოს საერთოდ გაუგებარია ყველასთვის. ვერ ხვდება საცხოვრობ და უცებ რომას წეს ცისფერ მთებზე, ანუ ტიან-შანი. ვისაც უნდა ესა ხო? და თანდათან გაშტერებული უყურებს რა არის ეს თურმე დასაწერი ცისფერი მთები კი არ არის, შავი მთები უნდა დავწეროთ ამ შავი ბარი. ხო, ფილმი რომ თავდება ესე. აქაც მანდ არის ინდივიდი და საზოგადოება, კოლექტივი. ეს არ ახალია ძველია. აბა გადავხედოთ ქართულ ლიტერატურაში ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები. აბა გადავშეხელოთ კიდე ილია ჭავჭავაძეც. განსაკუთრებით ვაჟასთან. სტუმარ მასმინძელი, ალუდა ქეთელაური. აი მანდაც ხომ ალუდა დადგა საზოგადოებაზე მაღლა. ყველა მოიწულა. ყველა ბოლოს ცოლიც აგინებს. ბოლოში უკვე ისე რა სამი უნდა განდევნეს. მოკვეთეს. სახლიდან მოკვეთეს. ასევე ვაჟას აქვს მოკვეთილი ესეთი ნაწარმოებიც. და ეს ყველაფერი ხედავთ მიდის დრო და პრობლემად რჩება. მასა ჯოგი ისევ ჯოგიდან გამოსული კაცი რო ხარ შენ უნდა იყო ჯოგში და ეს კაცი უკვე აბსოლუტურად ამას არ აყავს თავისი მსგავსი. ეს არის ინდივიდი და არ გამრავლებულა ინდივიდები რომ ინდივიდებთან ერთობლიობაში ეს გავიდეს როგორც თავისუფალი ადამიანი და მას ყავდეს მეგობარი. ეს ასეთი გემერი უკვე მასეთ ქვეყანაში ვერ გაჩერდება და გადაწყვეტს თავის მოკლას. თავის მოკლეს ხერხი არის, ეს კი არ არის გამართლება სიკვდილის. საერთოდ არავის რო აღარ ჭირდები, საზრის იკარგება. ერთადერთი ის ქონდა რომ აგერ აი სიკეთეს გავაკეთებ. მაგრამ არ აკეთებს ეს სიკეთებს რელიგიური მოტივებით, რომ აი ღმერთის ამოთხეში მიყვანს. ესეც ურწმუნოა. ამას არ აქვს თავარ გმირს ცოცხალი ღმერთის რწმენა, ქრისტესი. ეს არის რწმენა კაცთმოყვარეობისა, ადამიანის რწმენა აქვს ამას. ამას აქვს რწმენა ადამიანის. ესე იგი ღმერთი ადამიანია. თავადაც ესეთი ტიპია გამიგე, მაგრამ პრობლემაშია. ხიდი ვერ გაიგო. ესე იგი სიკეთე გააკეთა და უკან დაუბრუნდა. რაღაც ამდაგვარი არის, მე თუთაშხია გაგრძელება, ხო? ეს გრძელდება თუთაშხია 75 წელია პირველად რო გამოიცა. თუთაშხეს პრობლემაც ეგ არ არის, სიკეთეს აკეთებს, ხო? მაგრამ არა რა. ეს სიკეთისთვის არის თუთაშხია, უანგაროდ. ამას არ ჭირდება დააჯილდო, რაღაცა მედალი ჩამოგიდონ. არა, ესეთი ტიპია ეგა. მაგრამ თუთაშხეც არის კაცთმოყვარე. სიკეთეს, ესე იგი ამას უყვარს ფილოსოფიური გაგებით ის კატეგორია სიკველე რო ქვია, პლატონი რო იკვლევს, აი ზოგადი სიკეთე, აი სიკეთე. და ვერ მივიდნენ პიროვნებასთან, ღმერთთან. როცა შენ პიროვნებასთან ვერ მიდიხარ, უკვე ამ ზოგადი სიკეთიდან შენში რო არის, შენ ახარ ღმერთის სიკეთის განსახიერება. და ახლა ეს უნდა დაისაჯოს. ესე იგი, დაიჯდა როცა ხდება გამოსაფხიზლებელია, თვითმკვლელობით ვერ გადაირჩენ თავს. იმიტომ რომ წყალი განახლების სიმბოლოა და თუ გადახდები წყალში, ხელოვნებაში წყალი რო განახლება, ისევ ისეთია მოხვალ. ესე იგი, წყალი ვერ გადაგარჩენს, ვერც სუიციდი. იმიტომ რომ სუიციდი რო არჩენდეს, ადამიანს მაშინ თავი მოიკლა იუდამ და 64-ში კი არ არის ჯოჯოხეთშია ესე მოგითხრა. მაშინ რას გვაფიქრებს ფილმი? ესე და ურწმუნოებაზე. ღმერთის რწმენა არ არის საზოგადოებაში, ათეისტური ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი და ათეიზმში ყალბია ჰუმანიზმი ისეც კოლექტიური. იმიტომ რომ კოლექტიურ ჰუმანიზმში შენ არ არსებობ. და შენ ესე როგორ ესე ფულს არიგებ, ვის დააჯერებ შენ? რომ ეს ახლა იცი რა არის ან არ მაიმუნობ, ან კიდე რაღაცა იცი მოჭარბებული გაგდაითი, იმიტომ ამიტომ ვერაფერი ვერ გააგებინა და ვერ მიხვდა ეს ამას.
გაოცებულია, ძაღლზე საუბრება. ძაღლი, რომელიც ერთგულების სიმბოლოც არის, აქ რო იცოდეთ. და ძაღლი არსება, რომელიც დამოკიდებულია ადამიანზე და თუ საზოგადოებას არ უნდა ხარ, უკვე ძაღლს უნდა ხარ. ხედავთ რა დონეზე დავიდა ყალბი ჰუმანიზმი, რომ ადამიანს კი არ უყვარხარ შეგორც ჰუმანისტი. იმ ქნელებას, რომელიც შენზეა დამოკიდებული და ძაღლმა დააბრუნა სამყაროში ისევ. მაგრამ იმ საზოგადოებაში ისევ. აი ამ ენაზე გველაპარაკება რისორი და გვაფიქრებს ჩვენ. ხო პატარა რაღაც არის, 22 წუთიანი ფილმი არის. ხო, და აქ იყო აქცენტები დასმოლის, რათა ერწმენა, ურწმუნოება, საბჭოური ცნობიერება, ამიტომ საბჭოთა იდეოლოგია ეს რა არის, რომ საბჭოთა მარქსისტული განმარტებით ადამიანი არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა. ასე განმარტა მარქსმა კითხვაზე რა არის ადამიანი, ვინ არის ადამიანი. და წესი ფორმულა ესეთი არის. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა. პიროვნება არა. აი საზოგადოება არ გიშვებს რა და იმისგან და ამიტომ არის ეს წინააღმდეგობა. ხედავთ და ადამიანი არის გაუბედურებული რა და არაფერი არ გამოცვლილა რომ ეკონომიკა საბჭოური დაინგრა. რომ არ გამოცვლილა, აგერ იმ სერიალში იყო რიო გრანდეში. იქაც პიროვნება, ერთი პიროვნება იმ სოციუმში დადის და სრულად გაუცხოებულია საკუთარ შვილებთან, ცოლთანაც, მთელ საზოგადოებასთან და ის წყალში კი არ ვარდება, ქვეყანას ტოვებს და გარბის. მიატოვა ყველა და ყველაფერი, აქ თავდება ის. საზოგადოება შორდება. ეხლა როგორ იქნება ეს აქამდე მივიდა რეჟისორი და ჩვენ კიდე ეხლა რაღაცას გვეუბნება, ეხლა კი არ უნდა გავიქცეთ პირდაპირ ესე კი არ უნდა გავიგეთ, დაგვაფიქროს და ჩვენ უნდა შევიცვალოთ. თუ არ შევიცვლებით, ვერც წყალში გადახტომით, ვერც უცხოეთში გაქცევით, ჩვენ ვერ უშველით ჩვენ თავს. სადაც წავალთ, ისევ მოვძებნეთ იმ ხალხს, ვისაც გავეკეცით. ხო, განსხვავება ის იქნება ამერიკაში არის და იქ კიდე საქართველოში მთელ სახელმწიფო დონეზე ესეთი გაგება, ამერიკაში ესეთი არ არის და ამერიკა და პატარა შენი კუთხე თუ შეგაწუხებს ამერიკული რაღაცა ცნობიერება, მოძებნი შენ რაღაც ცნობიერების მოზიარე ხალხს და იქ იქნები ცოტა ხნით. რასაც აკეთებს ქართველი გასტერბაიტერები ერთად რო არიან. ეს ახლა მოდი ვთქვათ ქართული იდეა არ არის. აი ეს ფილმი. ეს ახლა ნაკითხი არის პიროვნება და ინტელექტუალური რომანებიდან და ნოველებიდან რაღაცა იდეა მოვიდა თავში, რომელიც ეს პლაგიატი კი არ არის. რომ აი ეს მოდი ერთ-ერთ ჩავაგდო ეგა და ზუსტად მოარტყა რა. დონკიხოდობა ეს ჯერ ერთ-ერთ ხო გითხარით ეს თემა არ არის ორიგინალური. აი სერვანტესის დონკიხოტი რა, სხვა არაფერი არ არის თუ არა ისეც კაცი, რომელიც რომანტიული სარაინდო წიგნება გამოაშტერა, ხო? და აი ეს გამოშტერებული ადამიანი სიკეთებს რო აკეთებს და უტრიალდება ძალიან ცუდად. სანამ ის ბოლოს არ მოინანებს და უკვე ქრისტეს არ აღიარებს. სერვანტესის დონკიხოტი ბოლოში ამ აზრებამდე მიდის. ხო. აქ კიდე აქ თავდება ფილმი, საიდანაც უნდა დაიწყოს. ახლა მართალია ძაღლი, თქვათ, დაუყეფა და შემოდი. ესე იგი, ყველას ფეხებზე კიდეა, მაგრამ ძაღლმა ღმერთის ქმნილობა, რომელიც ჩვენზეა დამოკიდებული, აი, მან შემოაბრუნა. და ძაღლისთვის დარჩენილი სიცოცხლე ჩათვალა დამართლებად. და ადამიანებში ცხოვრების საზრისი დაკარგული ჰქონდა. ეს არის ტრაგედია, ამიტომ რომ დაფიქრდებით ადამიანები, ეს რა საზოგადოებაა? რატო არ გიჯერა შენ ეს რომ დავაგროვებ და მოგიტანი? მადლობელი რატო არ ახარ? თან კიდე აქ შეიძლება თუ ესე მიუდგებით ახლა დოკუმენტებში ვიღაცა იტყვის ეს სიყალბეა, ხო? არა ვინ დარიგებს ფულს, იცი რა, ესე კი არ არის მთავარი. რაღაცა ინფორმაცია არის მხატვრული ფორმით და ეს იდეა უნდა დაგვაფიქროს იდეამ. ეს დოკუმენტური ფილმი კი არ არის. რომ ვიღაცა რო შემოვარდეს დოკუმენტალისტი ცნობიერებით დაბლამდგომი ადამიანი ეს არ არის ახლა 1000 იმანეთი მოგიტანოს ტიპა და რა დაუწყო კიდე მეტი მინდა. ხო, ეს არ არის მთავარი აქ. მთავარი არის ცნობიერება. ეს რა როგორ ყველასთან აზროვნებს. ქმარი, ცოლი, ის ვიღაცა ქუჩაში რო შეხვდა აღმასკოვის თავმჯდომარე უფრო შორის გავიდა. რომ აი გოგიცი რაო, შენ ახლა რეაბილიტირება მოხდაო და რა არის, ისეც გეცოდები, მაგრამ რისთვის მიჯექიო. ახლა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ხომ მივხვდებით ასეთი პიროვნება რისთვის იჯდებოდა. ასე იგათებს ჩაიდენ და საბჭოური იმიდან ამოვარდნილი ხარ. ეს სხვათა შორის ეს არ ახალია, ძველია საბჭოურ სივრცეში ბევრი ნაწარმოებები იწერებოდა სწორედ სიკეთის ენთუზიაზმს კლავდა კომუნისტური პარტია.
როგორ შენ მე-13 თავმჯდომარე ეგ არ არის ერთ-ერთი პიესა რო იდგმებოდა თქვენ შეიძლება არ იცოდეთ ეგ კაცი ინიციატივას თავის თავზე იღებს არ შეათანხმებს კრემლთან თუ ცეკასთან და ეს თავმჯდომარე ჩასრულ საქმეებს ამოწევს თავისი ენთუზიაზმით თავისი ხარჯებით ყველაფრით და ასე ძლიერი მოსავალით შეხვდა იმას და მაგარი საყვედური მისცეს სასამართლო მოუწყეს და ამაზეა პიესა აგებული ამას ასამართლემ რომ ის არ მოიქცა სწორედ და რატო იერარქია დაარღვია ესე იგი ის კი არ არის მიზანი ამართლების საშუალებას ო კარგი რაღაცა გააკეთე და გეგმა გადაჭარბებით შეასრულდა ყველა აქებს დაადიდებს შრომელი შენ უკვე ლიდერი ხარ შენ ჯოგის ისენი შენ უკვე ცალკე პარტიას ქმნი და ამიტომ ასამართლებენ ამას და ასეთი ბევრი იდგმებოდა მაგრამ ამის ინტერპრეტატორები არ ყავდათ ჩვენ რომ რამენაირად მეენიშნებინათ დამყაყებული ცნობიერებისაკენ ადამიანი დააფიქრდებოდა იმუშავებს თორე ისე აბა ისევ მდგომარეობაში თუ ვართ რა აზრით ხა კაპიტალიზმი სოციალიზმით რო შეცვალეთ ისევ ისტვენი არა გვაქვს და უფრო გააველურეთ ახლა ადამიანები და დღევანდელ ვითარებაში ტიპს 8000 მანეთი მიუტანო საერთოდ არ შეგეკითხება ეს საიდან აგე ჯიბეს ჩაიდებს გამორიცხულია აი რომ იცეთ ვინმე $1000 კი არა $2 რომ იცე აი მადლობა და დაითესება სულ არ აინტერესებს ახლა მეორე უკიდურესებაში გადავედით ჩვენ ისე წესით ხო მართლა ეგრეა ხო ხო დახმარება და უღმერთო სიკეთე რომ ცუდად თავდება აქო ითქვა ურწმუნო სიკეთეს რა აზრი აქვს აქ ბატონმა ვასილმაც თქმა და თითოეულ თქვენთანგანის ხო მოусმინე მე ხო აი ეს აი ამ პატარა ნოველაში ეხლა ეს რატო გამახსენდა იცი აი დღევანდელი შემოქმედებითი კოლექტივი საერთოდ მკვდარია რა ბიჭო რა პრობლემაშია საქართველოს და სად არის ან რეჟისორები ან მწერლები გაუთევლად რომ ვითომ პოლიტიკოსები არიან და ექსპერტები და ამერიკაზე და იმაზე რომ ლაპარაკობენ ჩვენ ქვეყანას რო გაჭირვება აქ აი ეს ვინ დააფიქსიროს თუ არა ხელოვანმა თუ არა ფილოსოფოსმა თუ არა ფსიქოლოგმა ინტელიგენტმა ჯოგი რას დამიფიქსირებს საწყალი ყველა ხომ არ არის და იმუშაობენ გახიდულები არიან 9 საათი და 20 საათი რომ მარკეტში იმუშაობ იმას რა მოვთხოვო მე იმას უნდა მოვეხმაროთ ჩვენ და გავაგებინოთ რაღაცა და შეუმსუბუქოთ ეს ანჯვა წამება რომ გავაადამიანოთ და არა გავაცხოველოთ და წყობას თუ ისეც აწყობ რომ ყველა ნადირებად ვაქციოთ იმიტომ არის შემოდის გრძნობა იმისა რომ ზედმეტი ადამიანები და დავხოცოთ აი ურწმუნება რა საშინელებაა ფილმი ურწმუნებასია ათეიზმი ხო ეგ მაგრამ ახლა ეს ურწმუნება იმ წმენით რომ შეიცვალა სატანური წმენით აუ ეს ყველაზე საშინელება რომელსაც მე ახლა აი აღარ ჩერდები ისე ვლაპარაკობ ხო უტევ მაგრამ არა ვერ გააგებინებ ფერავის გავადრო და გაიქებენ გავადრო და მიხდებიან აი ეხლა კაცო ეხლა ხო უფრო ვარეს მდგომარეობაშია ეხლა რელიგიური კოლექტივიზმი არის ფანატიკური მეტაფიზიკური თან წარმოდგენა რომ ეს ხო კატასტროფაა იქ ემპირიული კოლექტივიზმი იყო მატერიალური და რა უნდა იგივე არის დღესაც კაცი კაცს არინდობს დღეს როგორ არის იცი ფული დააწერე რა მოატყუე ეხლა ეგრე არის აი გააყიდეს ხეული თუ გალია თუ კაცია ხო მე Facebook-ზე აბა ეს მინდა ის მინდა 1000 აი როგორ წაგლიჯო როგორ წატყავო ადამიანს ამ დონეზე არის იქ პირველი ერთი უკიდურესობა ის იყო რომ რას არიგებ აქ შენ ჩემზე მაგარი ტიპი ხარ ხო მოეწონებოდა საბჭოთა იდეოლოგებს რომ შენ კარდაკარ გადიხარ ფულს არიგებ რაღაცა გეშლება როგორ ეს შეურაცხყოფას აყენებს საბჭოთა წყობას საბჭოთა წყობისთვის ეს რა არის ესე იგი ჩვენ საბჭოთა ადამიანებში არიან ღარიბები და ჩვენ არ ვეხმარებით ამიტომ დასაჭერი ხარ ხო და ეს ნამდვილად ეს ამ კაცს დაიჭერდნენ ყველა ვარიანტში დაიჭერენ მაგრამ უკვე მოდის უკვე 99-10 წელი და ვიღაც ცალია იმისთვის თვითონ გადაწყობა იწყება და კაპიტალიზმით შეიცვალა აი სოციალიზმი კაპიტალიზმით. ეგეთი ყავით ყველას დიდი მადლობა.